აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში სახელმწიფო ფერმერებსა და მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას წელსაც გაუწევს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის გრძელდება. პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება, შედეგად ფერმერებმა საკუთარ მეურნეობებში წარმოების ზრდა შეძლეს, ასევე გაიზარდა დამუშავებული მიწის ფართობებიც. სარგებლობთ შეღავათიანი აგროკრედიტით. აღნიშნულ პერიოდში რაც დაიშვა შეღავათიანი აგროკრედიტები, ავაშენოთ მეძრახეობის ფერმა, გავარემონტოთ მეღორეობის ფერმა, ვაწარმოებთ როგორც რძის პროდუქტებს, ასევე ხორცს და მემცენარეობა, რა თქმა უნდა, წამყვანი დარგია ჩვენთვის. აღნიშნული პროექტით ვსარგებლობ დაახლოებით 5-6 წელი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროექტმა ბევრი აგროფირმა, ანდაც ფერმერული მეურნეობა გადაარშინა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ძალიან ესეთი რისკიანი დარგი არის და ეს პროგრამა გვეხმარება, რომ უფრო მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ და გამოვიდეთ იმ კრიზისული სიტუაციებიდან, რაც სოფლის მეურნეობას ახასიათებს და თან სდევს. ვიღებთ დაახლოებით 100.000, 150.000, იმიტომ რომ წარმოება გვიждდება საკმაოდ ძვირი. თითქმის ყოველწლიურად ვსარგებლობთ აღნიშნული პროექტით და ხომ გეუბნებით, ესე იგი აუცილებელია და ბევრი მეურნეობა გადაარჩინა არსებობას ანდა დახურვას უფრო სწორად ამ პროექტმა. წელსაც ალბათ კი არა აუცილებელია რომ ვისარგებლობთ, იმიტომ რომ გვჭირდება საკმაოდ დიდი კაპდაბანდებები, მიუხედავად იმისა, რომ აგერ არის ფართობი და ხედავთ რა მდგომარეობაში, ანუ კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ გვჭირდება სასუქები, შხამქემიკატები, ჰერბიციდები, პესტიციდები, სატრაქტორო და დრონით მომსახურება და ასე შემდეგ.